მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მოგიყვებით სერიალის უზაკ შეჰირის ერთ-ერთი მთავარი გმირის ქაიას შესახებ. სანამ ვიდეოზე გადავალთ, თხოვნა გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ ვიდეო. სერიალი უზაკ შეჰირი დიდი პოპულარობით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ახალი დაწყებულია სერიალი და მხოლოდ რამდენიმე სერიის წარდგა ის მაყურებლის წინაშე. თუმცა სერიალმა დიდი ყურადღება მოიპოვა, როგორც მისი სიუჟეტებით, ასევე ძლიერი მსახიობებით. სერიალის ერთ-ერთი ძლიერი პერსონაჟია ქაია. ის გვევლინება მებრძოლ პერსონაჟად. ქაია ალბორა არის აზემის და სადაქათის უმცროსი ვაჟი. არის მამაცი, ძლიერი, ამბიციური და ოჯახზე ორიენტირებული პერსონაჟი, რომელსაც შეუძლია გარისკოს მისი საყვარელი ადამიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქაია ალბორა არის მებრძოლი და მიამბოხე პიროვნება, ის მოქმედებს ინსტინქტით, რომ დაიცვას თავისი ოჯახი, თუმცა მას მისი სიყვარულის გამო უწევს ოჯახთან დაპირისპირება. მაშასე ვინ არის ქაია ალბორა რეალურ ცხოვრებაში. სერიალში ქაიას როლს ასრულებს ათაქან ოსქაია. ის დაიბადა 1998 წლის 29 ივნისს სტამბოლში. ოსქაია ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული მსახიობობით. ადრეული ასაკიდან დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა. ის მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ცნობილ პროექტებში საკმაოდ წარმატებულად. ოსქაია მიიღო თეატრალური განათლება მალტეპეში. ასევე ის მსახიობობას სწავლობდა ბილქენთის უნივერსიტეტში. 2014 წლიდან არაერთ სერიალში აქვს მიღებული მონაწილეობა. მისი პირველი სატელევიზიო ნამუშევარი იყო სეფერ მესელესი. 2016 წელს მონაწილეობა მიიღო სერიალში ვათანიმ სენსინ. ასევე მონაწილეობდა სერიალებში ჰიჩ, იჩიდექი ათეშ. ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა სერიალმა ქარდეშლერიმ, სადაც ის სარფის როლს ასრულებდა. სერიალი კი ATV-ს ეკრანებზე გადაიცემოდა. სერიალმა მოხსნა ნახვების რეკორდი. ოსქაიამ ამ სერიალში შესრულებული სარფის როლისთვის დიდი მოწონება დაიმსახურა. ის მოექცა ყურადღების ცენტრში, როგორც მისი შესრულებული როლებით, ასევე საკმაოდ კარგი გარეგნობით, რომელმაც მიიზიდა და დაიპყრო გულშემატკივრების გულები. რაც შეეხება ოსქაიას პირად ცხოვრებას, ის ურთიერთობაში იმყოფება წლების მანძილზე ასენა გირიშიკთან, რომელიც ასევე ცნობილი მსახიობია. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით წყვილი დაშორდა. როგორც ცნობილი გახდა, წყვილი ცოტა ხნის წინ კვლავ შერიგდა. მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.